მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასუღლესი, მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ აკომენტარებთ და ალაიქებთ. და მოკლედ, ყვარელი, როგორც დავაანონსე, ახლა ვარ ილიას გორაძე და ღამის ყვარელი ძალიან ლამაზია, ეს შემიძლია ვთქვა. და მოდით ახლა აი აქედან, ამ სივრციდან გავაკეთოთ ესეთი გაშლა. ორი ვარიანტი, მოკლე გაშლა იქნება, რისთვის არის ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ხო? რისთვის არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ადამიანი, რომელსაც ჩაიფიქრებთ თქვენ თვითონ. პირველი და მეორე ვარიანტი, ხო? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ამოვიღებთ და ვნახოთ, რისთვის არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ვინც პირველი ვარიანტი აირჩია, ეს ადამიანი არის თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ საკუთარ თავთან გასწავლოთ ჰარმონია მარტოობასთან მიმართებაში, ანუ ნახეთ, საკუთარ თავში დაგანახოთ ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის. საკუთარ მეში ჩაგახედოთ, საკუთარ სურვილებზე დაგაფიქროთ, ხო, ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში არის, იმიტომ რომ გამოგიყვანოთ, აი ნახეთ, თუ თქვენ თვლით, რომ რაღაცა მარტოობა ძალიან საშიშია, ძალიან ძნელია, ან რაღაცა ცუდ განცდებში ვართ, ხო? არა, ეს ადამიანი თქვენ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანთ და არანაირი საშიში არ არისო, მაგასაც გასწავლით, ანუ გასწავლით უბრალოდ იმ სიტუაციასთან ადაპტირებას, რომელიც თქვენთვის ძალიან დიდ შიშებს წარმოადგენს. აი ხო, თქვი რომ მარტოობის შიშის მომენტი, ხო? აქ შიშის მომენტი არა, აქ ადამიანი უბრალოდ დაგაფიქრებთ, როგორ იყოთ ჰარმონიული თქვენ თავთან მიმართებაში. აი, რასაც ქვია, ადამიანი იმ შიშებს, იმ ტკივილებს, იმ განცდებს, რომ აი როგორ უნდა გავართო თავი რაღაცას, როგორ უნდა გავაკეთო ეს მარტომ, როგორ უნდა მივხედო ამ სიტუაციას, ხო? ეს ადამიანი ყველანაირად გასწავლით ჰარმონია საკუთარ თავთან. ნახეთ, საკუთარ მესთან იდეალურ და შვიდ შერწყმას, ხო? საკუთარი მიზნების დაფიქრება, საკუთარი განცდების გამოხატვის საშუალებას. კიდევ რისთვის არის პირველი ვარიანტისთვის ეს ადამიანი. სირთულეების დასაძლევად, ხო, აი ხო გონებით, ანუ ადამიანი არის მოსული თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ ყველა ის სირთულე, რომელიც გაქვთ ახლა, რომელთანაც გაქვთ რაღაცა პრობლემები, ვერ უყურებთ და ვერ ხედავთ, თქვათ, რაღაცა გამოსავალს, ხო, რაღაცა სიტუაციას, როგორ უნდა გააკეთოთ, ეს ადამიანი თქვენ დაგეხმარებათ ამ ყველაფრის დაალაგებაში, ესე რომ ვთქვათ, და გამოსვლაში, ყველა მდგომარეობიდან. ნახეთ, გამოსვლაში დაგეხმარებათ არა თვითონ ესე ფიზიკური დახმარებით, არამედ სულიერით, რომ თქვენ თვითონ მიგიყვანოთ სწორ გზამდე, თქვენ თვითონ მიიღოთ ყველა სიტუაციაში გადაწყვეტილება და გაანალიზება, მოახერხოთ დეტალურად ყველაფრის, ხო? მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია, ვნახოთ, რისთვის არის ეს ადამიანი თქვენთან მოსული. ეს ადამიანი თქვენთან მოსული არის იმისთვის, რომ რაღაცა გაასწავლოთ ურთიერთობის ეტაპები, ხო? აი ურთიერთობაში როგორ შეიძლება ორივე ადამიანმა დახარჯოს ენერგია, როგორ არის, რომ ურთიერთობაში შეიძლება რაღაცა მარტო ერთი მხარე არ იყოს, ხო? აქტიური და ორივე მხარე იყოს აქტიური. ეს ადამიანი მოვიდა თქვენთან იმისთვის, რომ ცოტა გამოგაფხიზლოთ, ცოტა გამოგაღვიძოთ, ესე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად მიგაღებინოთ გადაწყვეტილებები. აქ თქვენ თუ ის მომენტი გაქვთ, რომ ურთიერთობების ცოტა გეშინიათ, ხო? ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში იმიტომ არის, რომ აი გასწავლოთ, რომ არ არის საშიში ურთიერთობა, არ არის საშიში რაღაცა პარტნიორის ყოლა, ხო? პირიქით შეგიძლიათ, რომ რაღაცა დაისახოთ მიზნები, რაღაცნაირად მიიღოთ გადაწყვეტილებები და ნახეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ენერგიებში გადაგიყვანოთ. უფრო მეტად მოგცეთ იმის საშუალება, რომ ნახეთ როგორც ასეთი თუ თქვენ გაქვთ ეს მომენტი, რომ ურთიერთობაში ყველაფერს ძალიან ესე ემოციებს არ ყვებით და მხოლოდ აი რაღაცა ცდილობთ, რომ გონებით განსაზღვროთ, რომ რაღაცა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხო? თქვათ რაღაცა მტკივნეული ურთიერთობა იყო და აქედან გამომდინარე ახლა ეს ადამიანი ცდილობს და იმისთვის არის მოსული, რომ დაგანახოთ, რომ არ არის პრობლემა ეს, არ არის ისეთი
ისეთი სიტუაცია აქვს, რომ არ შეიძლება ენდოთ ყველას და ყველაფერს და ცოტა უფრო მეტად რბილად, ემოციურად და რაღაცა მშვიდად შეხედოთ, ხო, რაღაცა მისცეთ საკუთარ თავს იმისი მდგომარეობაც და იმის უფლებაც, რომ ცოტა უფრო მეტად აყვეთ რაღაცა ქარივით, რო იტყვიან თქვენს შინაგან ხმას. აი ესე ვიტყოდი. მაგათ აი ესეთი გამოვიდა ეს მცირედი, რისთვის მოვიდა პარტნიორი თქვენთან ურთიერთობაში, ანუ რა ფუნქცია აქვს თქვენ ურთიერთობაში, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, სიყვარულს ითხოვთ თქვენთაგანს და ყველა თქვენი სურვილი იყოს ყოველთვის ასრულებული დროებით.